გამარჯობა. დღეს 18 აგვისტოა 2025 წელი თქვენ უყურებთ პროექტს ჩემი თვალით ნანახი ჯარი, მე რატი ვარ მუნჯერი ჟურნალისტი, ჩემთან ერთად უკვე ტრადიციულად არის თადარიგის თავარი სერჟანტი დორნიკე თვარაძე და ყავს სპეციალური სტუმარი, ასევე თადარიგის თავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე. თუმცა დორნიკესთან განსხვავებით, კობა იყო თავდაცვის ძალების თავარი სერჟანტი. მაგის თქმა მე მინდოდა, მაგრამ როგორ ახარ? კარგად მადლობთ. მადლობა, კარგად, ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვდახვდი, მოხვედი ჩვენთან სტუმრად და ყოველთვის მისასალმებელია, როდესაც სამხედროები, ყოფილი სამხედრო ჩემზე არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ თუ არა, გზად არიან და ღია არიან, რომ ისაუბრონ ამ ყველაფერზე. თორნიკეს დავუთმობ ახლა სიტყვას, რომ უფრო ფართოდ გაგვაცნოს კობა. ხო, მართალი ხარ, ეგრე ყოფილა, რომ ყოფილი სამხედრო არ არსებობს, გინდა არ გინდა, მაინც მაგ ოჯახში იზრდები და ის ღირებულებები მე მიყვება და რაღაც თუ მოგეცა საშუალება მსახურის შემდეგ გააგრძელო შენი საქმიანობა, რომელიც დაახლოებული იქნება ყოფილ საქმიანობასთან, მარტივად გამოგდის და ალბათ მაგიტომაც არ არსებობს. კობას რაც შეეხება, მე და კობა დიდი ხანია ერთად მოუყვებით თავდაცვის ძალებს, თუმცა გავიცანით 2006-7-ში ამერიკაში, აი საზღვაო ქვეითებს რო ახსენებ ხოლმე, მაშინ მანდ გავიცანით. ანუ უცხოეთში კურსზე გაიცანით. ამერიკაში გავიცანით. გავიცანეთ მე ვიცოდი, იმიტომ რომ წანის სერჟანტი იყო. რაც შეხებები, მაგრამ იქ უკვე უფრო ახლოს. ხო და ნუ ესე ვთქვათ, კობა კვალავდა ჩემს მომავალ გზას რა, იმიტომ რომ მე მიყვებოდი კობას. დაგვაახლოვა დაგვაძმაკაცა საქმიანობამ და გამომდინარე იქიდან რომ ერთი ღირებულებით მოდიოდით. ბოლოს კობა ანუ ავიდა და მივყევი და კობა წავიდა და წავხევი მეც. ესე გამოვიდა. დღეს მადლობა რომ დაგვითმო, არ არის საქართველოში არ ცხოვრობს. და დროებით. ხო, დროებით. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ არ ვიცი. და დაგვითმო რომ გვესაუბროს თავის თვალით ნანახ ჯარზე. ამდენად როცა თორნიკე მითხრა რომ ჩამოსულიყავი, მაშინ გაჩნდა ეს იდეა რომ მოსულიყავი და მადლობა რომ ეს შანსი მოგვეცი. ჩემი თვალით ნანახი ჯარი, ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ აქ. ვიცი, ჩვენ მაყურებელია სხვათა შორის და სხვასაც მოგიწოდებთ რომ მიმაწვეთ კობას და გიყუროთ, აქვე შეგახსენებთ რომ გამოიწვიოთ არხი. მადლობა ვინც სისტემატურად გვიყურებს და თავის პოზიციას აფიქსირებს. კობა, მოდი დავიწყოთ იქიდან. ძირითადი განსახილველი თემა დღეს გვექნება საერთაშორისო მრავალეროვნული წვრთნები, მაგრამ მანამდე მაინც გავიგოთ როგორ უყურებდი ჯარს, სანამ ჯარისკაცი გახდებოდი და რატომ გადაწყვეტი ჯარისკაცობა საერთოდ. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გითხრათ, როგორც მოწვევისთვის, ასევე ზოგადად ამ გადაცემის შექმნისთვის, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობთ და შეიძლება ვიღაცებისთვის არ იყოს ახლა ეს ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ხვალდაზე უფრო მეტი გამოხმაურება მოყვება ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც ხედავენ წარსულს, აი მაგალითად ახლა ბევრი გადაცემა თქვენი რაც ვნახე, მომავლისთვის ვიღაცა დაფიქრდება, უნდა საერთოდ ჯარში წასვლა იმის შემდეგ, რაც თორნიკე მილაპარაკა, არ უნდა საერთოდ ჯარში წასვლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასევე მადლობა მინდა უთხრა ჩვენ სამხედრო მოსამსახურეებს, ეხლა ვიმსახურებს დღეს ჯარში. თადარიგის სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა მინდა უთხრა სამსახურისთვის. უდიდესი არის მათი წვლილი ამ ქვეყნის განვითარებაში და ზოგადად დღეს რომ ვართ და იმედია რომ ხვალდაზე კიდევ იქნებით და განვითარდებით. ჩვენი დაჭრილი და დასახიჩრებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის კიდევ მადლობა, რაც მათ გააკეთეს და დიდება ჩვენ გარდაცვლილ გმირებს. ნათელი და მარადიული ხსოვნა. ეხლა რაც შეეხება რატომ მოიფიქრე ჯარში წასვლა და როგორ უყურებდი? ესე იგი, მე წინა საუკუნეებიდან ვარ, ესე შეიძლება ითქვას და სავალდებულო სამსახური მომიწია 90-იანების ბოლოს. აი ხა შემიძლია ესე ვთქვა რა, პირდაპირ რომ ფანტაზიის უნარიც კი არ მეყოფოდა მაშინ რობინმეს ეთქვა რომ აი 25 წლის მერე წარმოიდგინეთ თავდაცვის ძალები არის ისეთი როგორიც არის დღეს. არ არსებობდა რომ მსგავსი რაღაცა აი მოგეხარშა თავში და გეთქვა რომ აი ესეთი შეიძლება იყოს გამორიცხული რომ. აღარ საუბრობ იმაზე დისციპლინაზე, აღარ საუბრობ მატერიალურ ტექნიკურ ბაზაზე, აღჭურვილობაზე, წვრთნებზე,
ელემენტარული კვება არ არსებობდა, აი კვება არ არსებობდა, რა ვიცი, კვება. აბანო. ეხლა ხო არსებობს კვება. პარეშო, ეს ელემენტარულ რაღაცებზე ვსაუბრობ, რომ ვერც კი იტყოდი რა ამას. პრინციპში შეიძლება თქვას, რომ მაშინ ქვეყანაშიც არ არსებობდა. შესაბამისად, მიუხედავად ამისა, მაშინაც იყო ადამიანები, ჩემს გარშემოც იყვნენ ესეთი ადამიანები, რომლებიც ჯარში მიდიოდნენ. ნებით. ჩემი მაგალითად ორი კლასელი წავიდა და გააგრძელა, სავალდებულო დარჩა და შემდეგ სამხედრო სამსახური გააგრძელეს. ჩემი ბავშვობის მეგობრები იყვნენ რამოდენიმე მსახურობდნენ. ეხლა დღევანდელი გადასახედიდან იმ ადამიანების ნაბიჯი არის 10 მაგათ კი არა 100 მაგათ დასაფასებელი და გასააზრებელი რატო? აი რისთვის გააკეთეს ეს ყველაფერი. მე საერთოდ არ ვაპირებდი სავალდებულო სამსახურში წასვლაც, მაგრამ ისე განვითარდა რაღაც მოვლენები, რომ უმაღლესი მქონდა უკვე დასრულებული და მაშინ კიდე არსებობდა ეს რაღაც სტერეოტიპი, რომ ეგ ჯარი თუ არა გაქვს დამთავრებული ისე კარიერა რაღაცა აქეთ-იქ და წავედი რა სავალდებულო სამსახურში, მე სავალდებულო სამსახური დავასრულე და დაიწყო რამოდენიმე, მე მგონი 1 წელიწადში, 2 წელიწადში დაიწყო წვრთნისა და აღჭურის პროგრამა. კომანდოს 2002 წელი ეგრეთ წოდებული GTAPS რო ვეძახდით რა. კომანდოში იყავი თუ წვრთნისა და აღჭურის პროგრამა დაიწყო და წვრთნისა და აღჭურის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა 3 ბატალიონი მაშინ, მაგრამ მე განვითარდა. პირველი იყო კომანდო შავნაბადა და საჩხერე და თელავი დაემატა მე. ანუ ეგრეთ ასე ვხმარობ სახელებს ჩვენი ასაკის ხალხი და ვიზაც ნავსახურებს ისინი ესე გამოცდილია გამბავი ხო? ესე იგი ანუ მოკლედ რო ვთქვა რა, ეხა ჩემი თვალით დანახული ჯარამდე იყო აი აბსოლუტურად რაღაც სხვა, აი მიუღებელიც კი რა, იმიტომ რომ ხედავდი ჯარისკაცს, რომელსაც არ ეცვა, ჩუსტებით დადიოდა, ხედავდი ოფიცერს და სერჟანტს, რომელსაც არც განათლება ჰქონდა შესაბამისი, არც წვრთნა ჰქონდა, არც ხელფასი ჰქონდა. არც ჩუსტი ჰქონდა. ჩუსტი. ხო, ანუ კორუფცია იყო თავიდან ბოლომდე, აი ხან სხვაზე არ ვამბობ. ჩემი გამოცდილებიდან ვიძახი და არც ხვის მონაყოლს არ ვიძახი, გაყიდული ჯარისკაცები და შაბათ-კვირას გაშვებული და 2 ლარით დაბრუნებული და ასე შემდეგ. აი ესეთი რაღაცაა, წარმოიდგინე. ბოტან თქვენს რომ მოიტანს ეგეთი ჯარისკაცი. და აი ამის მერე იწყება წვრთნისა და აღჭურის პროგრამა. ერთი მინდა დავაკონკრეტო, რომ მანამდეც, ანუ სანამ დაიწყებოდა წვრთნისა და აღჭურის პროგრამა, რამოდენიმე ნათელი გამონათება თავდაცვის მაშინდელ შეიარაღებულ ძალებში იყო. როგორც ოფიცრების შემადგენლობაში, ასევე ზოგადად ქვედანაყოფებით, რომლებიც ცდილობდნენ. ეგ ხალხი რო არ ყოფილიყო, ვერც ნადავლად დაიწყებოდა. ანუ იყო ქვედანაყოფები, სადაც დისციპლინაც იყო და მეთაურები თავს იკლავდნენ, რომ ჭამა ყოფილიყო ნორმალური, დისციპლინა ყოფილიყო, აღჭურვილობა ყოფილიყო, ელემენტარული რაღაცები მაინც ყოფილიყო. ანუ შეგვიძლია თქვა ის, რომ ანუ წვრთნებმა და უცხო ქვეყნის და მეგობარი ქვეყნის ჩარევებმა ჩვენ რაღაც სიკეთე მოგვიტანა სიკეთე და პლუს სტანდარტები აგვიწია, მათ დასანახად შემდეგ მოგვიტანა კი არა, მე შემიძლია პირდაპირ თქვა ძმაო, რომ გადაგვარჩინა. მოგვიტანა არა. აი ახლა თუ ვისაუბრებთ ახლა წვრთნა და აღჭურის დაწყებაზე ჩვენ, ახლა არ შევალ ახლა განხილვაში რატო დაიწყო ეს, რა იყო ამის სტრატეგიული მიზნები და შემდეგ ამაზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ჯარისკაცის გადასახედიდან ეს იყო მაშინდელი შეიარაღებული ძალების გადარჩენა. ფაქტიურად აი როგორ გითხრათ, აი დაიწყო და განვითარდა. ჩაცმიდა დაწყებული კვებით და რავი, დასრულებული შეიარაღებით ყველაფერი მოგვარდებოდა. დავანებოთ მხოლოდ და მხოლოდ თავიდან მაღაზე არ ვისაუბროთ, კულტურა შეცვალა ზოგადად. ანუ წარმოიდგინეთ სამხედრო სამსახურის მიმართ მიდგომა, სამხედრო ჩვენი მხრიდან სამხედროს მიმართ მიდგომა, როგორც სამხედროების და ასევე სამოქალაქოების მხრიდან სამხედროების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. სულ სხვა რაღაცა გახდა, თუ მაშინდელი მანამდე ჯარისკაცი გამოდიოდა ქუჩაში და დადიოდა ჩუსტებით და რაღაცა ორლარს ან პურს ან რაღაცას სადღაც ეძებდა. იმის შემდეგ ჯარისკაცი, რომელიც გამოდიოდა ამერიკულ არ კადრულობდა. ფართეფოთლოვან ფორმაში ჩაცმული და ბუცები, ანუ ბათინკები, ეგრეთ წოდებული სამხედრო ფეხსაცმელი
გაკრიალებული და მწვანე ბერეტი თავზე და აღჭურვილობა ბერეტი გაპარსული და კარგად ხო, მურგებული. სხვა იყო. ანუ როგორც ამერიკელები მე რა მახსოვს აი ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით რომ როგორც ამერიკელები იცმევდნენ, როგორ გამოიყურებოდნენ. მე რო გვიკვირდა ეს ბათინკები რატო იყო ეს გაცვეთილი ჭუჭყიანი. მე ეხლა თქვენ ციცით ახლა ავღანეთში და ერაყში ქართველებს და ამერიკელებს ვეღარ არჩევდნენ უკვე ერთმანეთს. საინტერესო ვიცი რა არის კიდე. ჩვენ სერტიფიკატზე რომელიც დასრულების შემდეგ მოგცეს, ანუ წვრთნისა და აღჭურის პროგრამა რო დასრულდა, აწერია ესე თქვენ წარმოადგენთ თქვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მომავალს. სინამდვილეში ეს იყო რაც მომავალში მართლა მოხდა. და ესე დაიწყო რა. ეხლა თუ გადახედავთ გინდა ოფიცერთა შემადგენლობას და გინდა სერჟანტთა შემადგენლობას, ვინც არის დღეს თავდაცვის ძალებში, იქიდან მოდიან. ეს არის ის ხალხი, რომელმაც დაიწყო. ხო იცი, კომანდოელები ჩვენ ყველგან ვართ. კი, არის. არა მარტო კომანდო არის, საჩხერი არის, თელავი არის, ყველა წარმომადგენელი არის. თვის დასაწყისში იყო იუბილე, ასე ვთქვათ და მოგვიანებით და პირადად გილოცავთ. დიდი მადლობა. და 3 აგვისტო არის და არსების ეგრე ითვლება კონტრაქტი გავაფორმეთ 3 აგვისტოს. კი. ასე რომ თვის დასაწყისიდან მოდის ეს ამბავი. ასე რომ როდესაც საუბრობთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორების მნიშვნელობაზე და ჩართულობაზე, ეს ეტაპი ალბათ უნდა გვახსოვდეს სულ და მე სამოქალაქო და ესე გარეთ დამკვირვებელი კი არა, ადამიანები ვინც იქ იყვნენ, ისინი ამბობდნენ, რომ ეს იყო გადარჩენის ტოლფასი იმ დროისთვის. კაი, მე მოდი გავყვეთ და რადგან აი მას ეს შემოიტანა თემამ საუბარში, ვისაუბროთ საერთაშორისო უკვე მრავალეროვნული წვრთნების დაწყებაზე. მესმის რომ ხა დიდი გადავახდეთ, მაგრამ კონცენტრირდეთ მაშინ ამ თემაზე, თუ რამე კონკრეტული სვის თქმა არ გინდოდა და აი ამ მრავალეროვნული წვრთნების მნიშვნელობაზე ვილაპარაკოთ, მის ისტორიაზე, როგორ იწყება, როგორ იყო აქ, როგორ იყო პირველი რა იყო. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ ვარცხვდები 2003 წელი იქნებოდა ყულებში ჩატარდა წვრთნები. ყულების წვრთნები მახსოვს ესე მე მაშინ ბაკალავრი ვიყავი და აი ესე რაღაცა როდესაც დესანტირება მოხდა ტელევიზორში მახსოვს. ჩვენი პარტნიორი ზუსტად აღარ მახსოვს ახლა რომელი თურქებთან ერთად იქნებოდა არა, ნუ თურქები რა თქმა უნდა ყოველთვის იყვნენ დესანტთან გახსოვთ ახლა. ნუ შავი ზღვის აკვატორია. თურქეთი იყო აქ წარმოდგენილი სპეცდანიშნულების კუთხით, შემდეგ აკადემიაში თურქები იყვნენ და სხვათა შორის შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს აღჭურვილობის კუთხით, განათლების კუთხით. კონკურენციის მხრიდანაც, ანუ თურქების ჩართულობამ და რა სტანდარტებითაც იყვნენ ჩართულები, ამერიკელებმა ცადეს ამ სტანდარტების ზემოთ აწევა. ნახე, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთან ყველა იყო ფაქტიურად წარმოდგენილი, ვისაც უნდოდა დახმარება. მოდი ასე ვთქვა. შემოიარა. ყველაზე მასიური დახმარება იყო, რა თქმა უნდა, ამერიკული. ახლა ამაში ყველა უთანხმდებით. ანუ ყველა იყო ვისაც დახმარება კი არა, ვისაც დახმარება არ უნდა ისინიც, იმიტომ რომ ჩვენ ეგეთი ისტორია გვაქვს, რომ რუსებიც იყვნენ აქ და მაგათი ჯარიც ნანახი გვაქვს. ინტერესანტი რომ მიმდინარეობდა კრწანიში, მაშინ იქ რუსული ბაზა ჯერ კიდე იდგა. ზემოთ? ხო. აი ჩვენ რომ მარსზე დავდიოდით, მაგალითად კომისიის გარშემო, ისინი იქ იყვნენ კიდე მაშინ. ჩვენ რომ ჩაულდით კომანდო ზახილით, მაინც გახარებულები არ იყვნენ, მაგრამ არა უშავს. რა თქმა უნდა და კაი არის გავიდეთ. რა საინტერესოა, რომ მე ეგეთ რაღაცას არ რუსულ ბაზას და ისანშიც რუსები იყვნენ. მე არ შემხვედრია და რა ძალიან ისეთი ემოციური იქნებოდა ალბათ რუსების ბაზას. მაგრამ მტრებად აღიქმებოდნენ თუ იმდენად არა. ეხლა ჩვენთვის ყოველთვის მტრებად აღიქმებოდნენ. სიძლიერით არა ალბათ რაც 2004-ის და 8-ის მერე დაიწყო. არა, მაინც ეგრე იყო, კაცო. ჩვენთვის აფხაზეთი იყო, ყოველ სიმღერიდან დაწყებული, რავი, აფხაზეთი და ოსეთი და ზამაჩაბლო და ასე შემდეგ. ის პერიოდი, როცა ჯერ კიდევ 90-იანების ომი არ არის განელებული. ხო, მაგრამ მაინც არის. ხო, არა, ჯერ ხალხი კიდე არის, რომლებმაც იქ იომეს და მეგობრები დაკარგეს და მაშინდელი სტრესი აქვს კიდე გამოყოლილი. აი, შეიძლება რომ არ იყო. ანუ ტრის ხატი ყოველთვის ქონდა. ჩვენ ქონდა და მაგ ხატზე ძალიან ბუნებრივი ლოცულობდით, რა შეიძლებოდა კარგად და ამაყად და თავდაჯერებულად. ეხლა რაც შეეხება წვრთნების საკითხს, ხო? რომ დაუბრუნდეთ. თუ გახსოვთ, თქვენ შეიძლება გემახსოვრებათ ან გავიხსენეთ. კოსოვოს სამშვიდობო მისია რომ დაიწყო, მაშინ პირველად ქართული ქვედანაყოფი წავიდა, სავალდებულო ჯარი წავიდა, მაშინ კოჯრის ქვედანაყოფიდან. ან
აი მაკედან დაიწყო წინა სამშვიდობო მოსამზადებელი გარკვეული წვრთნები თურქების შემადგენლობაში იმას თურქების შემადგენლობაში ის ინსტრუქტორები ჩამოდიოდნენ, ამზადებდნენ, მე მიდიოდნენ. რაღაცა ბმა პირველი გაჩნდა. ეხლა თქვენ ხო წარმოგიდგენიათ, არავინ არ ჩამოვა და არ დაგიგეგმავს საერთაშორისო წვრთნებს, თუ აქ რაღაცა საბაზისო მომზადება არ არის, ხო? თუ ყველაფერში უნდა წვრთნა კი არ ჩაგიტარონ, არამედ მოგამზადონ, ეგ წვრთნა არ გამოდის. ჩემი აზრით და ჩვენი პარტნიორების გადასახედიდანაც წვრთნა არის, როდესაც ორივესთვის არის მომგებიანი 50-50-ი. რაღაცას ვსწავლობ, რაღაცას ვასწავლებ. წვრთნების განვითარება უბრალოდ მოიტანა იმან, რომ თავდაცვის ძალები იყო განვითარებული უკვე. ნუ, ეხლა მე ვხმარობ სიტყვას თავდაცვის ძალებს, თორემ მაშინ შეიარაღებული ძალები იყო. რამოდენიმე წლის უკვე. განსაკუთრებული გაძლიერება საერთაშორისო ჩართულობის დაიწყო იმის შემდეგ, რაც უკვე ჩვენ საერთაშორისო მისიებში წავედით, ანუ ერაკმა ავღანეთი. კოსოვომაც თავისი წვლილი, მაგრამ კოსოვო ხო მაინც უკვე მინელებული კონფლიქტი იყო, აღარ იყო ისეთი სამშვიდობო სტატუსი ჰქონდა თავიდან ბოლომდე და ერაკი არ იყო ასეთი წყნარი. ავღანეთი ხო საერთოდ. ჯერაც იყო პრინციპში. ხო და არ იყო. მაგრამ ჩვენ ქვედანაყოფი პირველად ავღანეთშიც იყო წასული. დიახ. 10-ში თუ 4-ში არჩევნებზე იყვნენ. 4-ში ერაყი იყო. 4 და 8 ერაყი. 4-ში იყვნენ არჩევნებზე. დიახ, ერაყში იყო ჩვენი ერთ-ერთი ქვედანა ასეული იყო ოღონდ. ხო, ასეულიც თითქმის დაც იმაში არჩევნების დასაცავად იყვნენ რა, ასე რომ ვთქვა, ჩასულები. ანუ ეხა ვინც არიან ის ბიჭები სახელმწიფო დაცვაში? ეხა მე მგონი აღარც არიან, მაგრამ აი რამოდენიმე წლის წინ ის შემადგენლობა იყო ძირითადად. და იმან რომ ესეთი დიდი რაოდენობით ვიყავი წარმოდგენილი საერთაშორისო მისიებში, ავტომატურად მოიტანა უკვე ის, რომ რა თქმა უნდა, ჯერ მოსამზადებელი წვრთნები გჭირდებოდა ადგილზე. მერე მოსამზადებელი წვრთნებმა უკვე შექმნა იმის პირობა, რომ ეს ხალხი, ვინც მოემზადა, არა მარტო იქ არის გამოსაყენებელი საერთაშორისო მისიაში, არამედ აქ შეიძლება უკვე ამათთან ერთობლივი წვრთნებით ბენეფიტები მივიღოთ ჩვენც, პარტნიორებმაც და ამერიკელებიც და ბევრი სხვა, ბრიტანელებიც, გერმანელებიც და ბევრი სხვა უკვე ჩვენ აღარ გვიყურებდა ისე რომ ჩავდივართ იქ და რაღაცას ვასწავლით, არამედ ჩავდივართ იქ და რაღაცას ვსწავლობთ. შესაბამისად ჩვენი ქვედანაყოფების მონაწილეობაც გაიზარდა იქ. ევროპაში დაგეგმილ წვრთნებში ღებულობდით მონაწილეობას, ბევრ ნატოს დაგეგმილ წვრთნებში, ამერიკის ევროპული სარდლობის დაგეგმილ წვრთნებში და ამერიკის არმიის და ასე შემდეგ. ანუ წვრთნებმა საბოლოო ჯამში შექმნა ის პრეცედენტი, რომ აღარ მახსოვს წელი ზუსტად მე მგონი 19 იყო 2019 წელი, შენ გემახსოვრება რატი ის ნატო საქართველოს წვრთნები რო ჩატარდა? კი, მაგალითად ქართველების მიერ მართული, ხო? ხო, ჩვენ დაგეგმილი რაც იყო. ჩატარდა ნატო საქართველოს წვრთნები ისე რომ არც ერთი კოვიდამდე იყო მონაწილეობდა წვრთნაში. ანუ მთლიანად შტაბები, დაგეგმა და ასრულება ჩატარდა თითქოს ისე რომ ჩვენ ვიყავით უკვე წარმომადგენელი ერთ-ერთი ქვეყანა ნატოს. კი, კაცო, ანუ მე იმაში სტრატეგიული კომუნიკაციებში გადამიშვით. ეგ პერიოდი იყო ზუსტად ჩართულობა აზიანში იყო ეგ ჩართულობა მთლიანად ჩვენ ხელმძღვანელობით. ხო, მე მახსოვს რომ წელი ზუსტად შეიძლება ვწდები ახლა. 19 წელია უეჭვა. ანუ ეს იყო რა, როგორ გითხრათ ახლა, პიკი იყო ფაქტიურად, იმიტომ რომ ჩვენ მივიღეთ მონაწილეობის როგორც წევრი ფაქტიურად. ყველანაირი რაღაცედმე დაყოლებებს აქვს. ეგ ამბავი რომ შევაჯამოთ, დაიწყო რაღაც ასეულის დონეზე პატარ-პატარა წნებით გაიზარდა და ბოლოს მივედით მოცემულობამდე, როდესაც საქართველოში ჩატარდა ნატო საქართველოს ერთობლივი წვრთნა, სადაც საქართველო იყო წამყვანი როგორც დაგეგმვაში, ასევე მერემის აღსრულებაში, ისე როგორც თანასწორი და თანატოლი ნატოს წევრი ქვეყანა. და პლუს ბოდიში სანამ დაიწყებ მინდა წევრი ქვეყანა ვიყავით. ხაზი მინდა გავუსვათ, რომ სანამ მაგას, ანუ სანამ ჩვენ დავგეგმავდით და მთლიანად მიიღებით მონაწილეობას დაგეგმა აღსრულებაში, ნებისმიერ სხვა სწავლებაში ჩვენთან იყო ეს თუ სხვაგან იყო, ჩვენ ყოველთვის რაღაც ქართულებს რაღაცა თავისი ადგილი ჰქონდათ, დომინირებდნენ ესე რომ ვთქვა, თუ არ დომინირებდნენ თავიანთ ანუ ქართულებზე დაკისრებულ მოვალეობას ძალიან კარგად ასრულებდნენ. ეს სულ, ანუ ამას სულ აღნიშნავდნენ. თუ ვინმე აღნიშნავდა სხვა ქვეყნის ჩართულობას,
ქართველებს პირველ რიგში ახსენებ. ჩემთან ანუ მათ შორის ინტერვიუებში ძალიან მაღალი რანგის გენერობს იგივე პეტრიუს, აი არა იმიტომ რომ აი პირდაპირ ინტერვიუში კი არა რომ რაღაც თავის მოსაჩვენებლად უნდა თქვა და რაღაც, არა, მე ინტერვიუს მიერ მასაუბრებშიც ყოველთვის აღნიშნავდა რომ დღეს საქართველოს შეერაღებული ძალები, მაშინ ასე ერქვა და ზოგადად სტრუქტურა თავდაცვის სამინისტრო აბსოლუტურად მზად არის იმისთვის რომ სრულად თავსებადი იყოს ნატოში. ერთადერთი რაც მაშინ ხელს ვიშლიდა იყო რაღაცა სხვა დანარჩენი სამოქალაქო ნაწილი პოლიტიკური სხვადასხვა მართლმსაჯულების სისტემის, სასამართლო სისტემის და ამისი რეფორმირების. და მე ეს ყველაფერი გრძელდება ისე რომ უფრო მეტი ჩართულობა არის და უკვე ერთეული შემთხვევა კი არის საქართველოში მრავალეროვნული წვრთნის, არამედ სისტემურ ხასიათს იღებს, ხო? აი ეს ერთობლივი წვრთნები თქვენთვის რა მოგქონდათ? ნუ გასაგებია რომ სტანდარტები ამაღლდა, ხო? გარდა ამისა, რა ისწავლეთ? აი რაც მანამდე არ იცოდით, თქვა, რა გასხოვებები დაინახეთ? ქრონოლოგიურად შეიძლება ისე არ გამოგვივიდეს, მაგრამ აი რომ განვითარების კუთხით რომ წამოვყვეთ, ხო, თქვათ. ჯერ ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ როგორც წეგან აღნიშნე, შენი თავი წარმოაჩინო ისე, რომ ესეთი დონის წვრთნები ჩატარდეს აქ. ეს არის ალბათ ყველაზე დიდი მიღწევა. იმიტომ რომ წვრთნები ჩატარება და ეს ყველაფერი უკვე მომყოლი პროცესი არის, მაგრამ ის რომ ვამზადებთ ინფრასტრუქტურას, ემზადება ქვეყანა ზოგადად, იმიტომ რომ ეს ხო განაცხადია ხა ნობელ პარტნერს რო ატარებ, ღირსეული პარტნიორი რო ტარდება ქვეყანაში რამოდენიმე წელი გადაბმულად, ხო? ეს უკვე იმის დამადასტურებელი არის, რომ ჩვენ თან პროგრესირება ჩატარება არა და ანუ ბოლოში ჩვენია მთლიანად. ამ ჩვენ თავს წარმოადგენთ ღირსეულ პარტნიორად. ეს ხო პროცესია, ხო? ჯერ გადაწყვეტილება და შემდეგ უკვე ასრულების პროცესი რო იწყება, ეს არის ლოგისტიკური კუთხით. უზრუნველყოფის კუთხით გულისხმობ სახელმწიფო უწყებების ჩართულობა რა დონეზე იყო. ეს ხო მთლიანი სტრუქტურა იყო, რომელიც ხა წარმოუდგენელი ამაზე ვთქვათ, რომ ეს უარყოფითად იქნებოდა ასახული ქვეყნის გრძელვადიან განვითარებაზე. ჩემი აზრით, ჩემი სუბიექტური აზრი არის ეს, არავის სხვის მოსაზრებას არ ვითვალისწინებ და არ საინტერესო სუბიექტური აზრი ეგეთი. დიახ, და პლუს ამას საზოგადოების განწყობა ხო იცვლებოდა. თქვენ ხო გახსოვთ ახლა რამდენად დიდი გამოხმაურება ყვებოდა ამას რეგიონში მეგობრებისგან და არა მეგობრებისგანაც და ქვეყანა თვითონ ფოთიდან დაწყებული თბილისამდე დამთავრებული გზაზე შეხვედრები ჩვენ მეზობლები როცა ესწრებოდნენ თუ გახსოვს მათი ჩართულობა ანუ როგორ გითხრა საერთოდ სხვა სამყაროში რომ მოხდა არც ენა იცოდნენ თან ის ხო არ არის რომ გამოაგზავნეს ვიღაც აგზავნიდნენ შერჩეულ ადამიანებს, რომ ჩამოდიოდნენ, ანუ საერთოდ ჩვენთან მოდიოდნენ, გვეძმაკაცებოდნენ, ეგ იყო და ეგ რუსულად. არა, ძალიან კარგი იყო ის, რომ ამ ჩართულობამ, ჩვენი მეგობრების ჩართულობამაც, სამეზობლოს გულისხმობა. მათ თვალები აუხლია, შეიძლება ითქვას, და შეიძლება რაღაცა დაინახეს სულ სხვა კუთხით. ერთ-ერთმა მეზობელმა თქვას, ბოდიში ძალიან ვერევი ხოლმე საუბარში. გამოუშვი. თქვა, რომ აი ჩვენ, აი შიდა საუბრებში, აი ადამიანურ საუბრებში შეიძლება ეთქვათ, რომ ხო, კი, ჩვენ უფრო მეტი ფული გვაქვს, უფრო მეტი აღჭურვილობა გვაქვს და უკეთესი, მაგრამ ქართველები ძმაუჭკვიანები არის, მაგრები არიან. ანუ ეგ უეჭველი ვიცი, რომ გქონდათ ერთსაც და მეორესაც. შიდა საუბრებში ალბათ. ანუ ისე გამოვიცი, რომ კოლმეურნეების თავმჯდომარის სახელთან და საუბარი აზერბაიჯანის შემთხვევაში, მაგრამ არა მარტო მათზე მე მსმენია, რომ ჩვენ მათ შორის ბულგარელებზე გაცილებით. ბულგარელებზე არაფერი. როცა ნატოს წევრ ქვეყნებზე რო ვილაპარაკოთ რა. არა, ძალიან ჩვენ ეს წვრთნები, რომელიც ჩვენთან ტარდებოდა, იყო გარკვეული ევროპული წვრთნების გაგრძელება. ანუ იქ იწყებოდა რაღაცა წვრთნები და შემდეგ ეს წვრთნები ვითარდებოდა, შეიძლება ასე ითქვას და ეს იყო ერთ-ერთი კულმინაციური წერტილი, თქვა, დესანტირება, შემდეგ სახმელეთო მარშის განხორციელება და ასე შემდეგ და არა მარტო. ეხლა ხო გახსოვთ, რამდენიმე წლის უკან იყო აპაჩების ჩართულობა და დესანტირება ჰაერიდან და ასე. ანუ გარდა წვრთნებისა ლოჯისტიკური მაინც გამოდიოდა, იმიტომ რომ ჩვენ ამერიკაში რაც გავიარეთ, თვითონ ანუ შავი ზღვის სხვა შემოსვლა, ჩართულობა მათი ანუ ყველაფერი გათვლილი იყო ფოთში, კოპინარის აეროპორტი, ის ლოჯისტიკური გზები, მატარებელი ტრანსპორტი, ყველაფერი ითვლებოდა, ამას გადიოდნენ. ამას თავი დავანებოთ მხოლოდ და მხოლოდ აღსრულების ნაწილს. ამისი დაგეგმარების კონფერენციები ტარდებოდა რამდენჯერმე წინასწარი მოსამზადებელი. ეს ხო, ეს იწვევდა გარკვეულწილად
ფაქტიური ინტეგრაციას რა. კავშირზე ყოფნა თავარი. ხო, არა, საუბრები წარმოვიდგინე, ხა ჩადიოდა ჩვენი, ჩამოდიოდა მათი, მიდიოდა გაცვლა, მეგობრობა. ხო იცით, საბოლოო ჯამში ეს ადამიანური ურთიერთობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რითაც შემდეგ რაღაცა კუთხის გადაწყვეტილება. გახსოვს რომ გადავარჩინეთ მე და შენ ამერიკელი ტონი სვეინი, ხო? მიდი მოყევით. კაი ისტორია. სხვათა შორის ერთ-ერთი სწავლების წინა მოსამზადებელი კონფერენცია იყო, სერჟანტთა კონფერენცია იყო, მე მგონი, ხო? და ნუ დავესწრებით. სიანკო, ხო. ვესწრებით ერთ-ერთ სასტუმროს საკონფერენციოში ჩავატარეთ და საღამოს რა თქმა უნდა ეს ქართული მოგვერდინა გავიკეთებინა საღამოს და ან მაშინ სიახლე იყო. თლად მასე ქართულ კულტურას არ იცნობდნენ ხებით და ხო, ანუ გვენდობოდნენ. გაცნობის პროცესი გვენდობოდნენ ბოლომდე და ნუ მაგი აზერბაიჯანელებიც არიან, სომხებიც არიან, მახსოვს თავის მანქანით რო ჩამოვიდა სომხი. და ერთ-ერთ მორჩა რა მოკლედ და საღამოს დავლიეთ მე მგონი და დილით მირეკავს კობა მე ბათუმში ვარ მაშინ სამხედრო პოლიციის სერჟანტი იყო და აი მაშინ მე სამხედრო პოლიციაში ვარ. ბათუმში მიდივარ და ვიღაცა ჯარისკაციო თუ ყოფილი სამხედრო რაღაც ცუდად გამختარავა და რესპუბლიკურშია და მიაკითხეო და მეც ხა იქ ვცხოვრობ და კაი მეთქი მივედი უცებ რა. მივედი ვერ ვნახე იმას სწავლის ხა მე ერთი ამერიკელი ყავთ. აუ რა მაგარი რაღაცა იყო. შევედი ტიპი არის შეერთებული, ანუ მტარია რა და მეთქი ვაუ, ანუ დახმარება ჭირდება ადამიანს და ანუ ავტეხეთ ერთი ამბავი, მარტო ვარ ავტეხე მე და ნუ მოკლედ იქ მოწესრიგდა ყველაფერი ეს გონზე რომ მოვიდა, ტანსმელები ავიღე მეთქი მე გაგირეცხა მოგიწესრიგებ და ანუ შოქში იყო. დაზიანებები ქონდა? მე თავიდან წავედი ჭამას მამ არა სწავლებაზე არ მოსული ჭამას მის შემდეგ რაღაცა ინტოქსიკაცია და უარესი მარტო მე ვერ გაუსწრა ღვიძლი თუ რაღაც არა მარტო მართლა გეუბნები აწუხებდა დაალევინეთ რომ ღვიძლი არა დალევით არ დაულევია სოფაშორის ცოტა ასაკშია პრინციპში ახლა ჩვენზე მაშინ ჩვენთან შედარებით ასაკში შეიძლება მაშინ ჩვენი ხნის იყო, მაგრამ არა, ყოფილი სამხედრო კაპიტანი სხვათა შორის თუ არ ვწდები, ძალიან კარგი ადამიანი დღესაც მეგობრო ჩამოდის, ისეც ჩამოდის, ისეც მეგობრულში ჩამოდის. დღემდე ახსოვს. და ესე იგი ისე მოხდა რომ მე და კობა, იმიტომ რომ სამხედრო პოლიციაში ვიყავით, მე ვრეკავ რა თქმა უნდა საელჩოში და ვეუბნები რომ თქვენი სამხედრო მოსამსახურე არის საუნდყოფოში და რა ფული გადასახდები და მიხედეთ. გაიჭედა დაზღვევის ხო და იქ მეუბნებიან რომ რა სისულელია უთქვი საერთოდ მიხარას ხუმრობ რომ ჩვენი ჯარისკაცი დაანყოფილი არის საუნდყოფოში და ჩვენ არ ვიცით. მეთქი აი სურათები გაუგზავნეთ სუკტაიბა კაცი მიხედეთ თქო და ბოლოს მე და კობას მოგვიწია ბილის გატეხო ანუ ფულის გადახდა. რაღაცა კუთხით დაზღვევამ გააკეთა თავის საქმე მე ჩაირთვე. არა მე მოიტანეს ფული და ყველაფერი მაგრამ ნახე რა მოხდა ეს სხვადასხვა არ მოხსოვდა. ევროპის სარდლობაში, ამერიკის ევროპის სარდლობაში დაირეკა და ამბულანსი, რომელიც პატრულობდა ჰაერში და მოყავდა დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე სადღაციდან, გითხრა რომ ზუსტად 10 წუთი გვექნება დრო რომ დავჯდეთ და 10 წუთში უნდა 10 წუთში უნდა წავიდეთ თორე წაიყვანეს ის. ხო, თუ არ იქნებით აი აეროპორტში. თვითონავი დაჯდა და წაიყვანეს. და პირდაპირ არ მოიყვანთ ტრაპთან, ჩვენ არ დაგებულდებით. ხა თავის ჯარისკაცი როგორ არ დაგებულდები, მეთქი კობას ურეკავ, მეთქი რა მიიღეთ განსაკუთრებულ კეტავთ თბილისს და გაცილება მოუწყეთ, ჩავიყვანეთ, მართლა წამეში საელჩო მოვიდა მერე. მერე მოვიდა. გიხადდეს მართლა რა. ანუ ევროპის გადასაწყვეტი კი არ ყოფილა. ეს ფაქტიურად მართლა შეწუხდა ეს ქალაქი. ანუ რიგითი რაიონის გადასარჩენად იყო ეს ოპერაცია და ბოლოს, ანუ მერე არც ველოდი დასწრა ვარ. ბოლოს მომიდა სახში მაქვს ესე გამოკრული ევროპის სარდლობის მადლობის წერილი რომელიც იწყება თუ სერ მეიჯერ თვარაძე რა და აი სალიუტიო და მოკლედ ძალიან ისეთი ის გადაარჩინა რა ფაქტობრივად ეგეთი ვარიანტი გამო მე დავიბრალე კობაც ჩართულობაც იყო შენი იყოს გავიყოფთ მე რაღაცნაირად ბუნებრივად მივედი ეგეთი ისტორიებიც იყო რა მაგის დაშავებულ ჯარისკაცზე და ეხა როცა ჩვენ ამ პოდკასტს წერთ მიმდინარეობს ჯერ კიდევ ეჯალს პირით 2025 რითაც ძალიან გახარებული ვარ პირდაპირ მინდა მე გაოცებულიც და გახარებული, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ რაღაცა პერიოდი შეწყვეტილი იყო, თუმცა მე მივწერე თავდაცვის სამინისტროსაც და ამერიკის საელჩოსაც. კითხვები რომ რა შეიცვალა, რატომ
აღდგა და ასევე მივწერე კითხვა, რატომ არ იყვნენ ხელისუფლებას რო ეძახიან თავის თავს ის ხალხი წარმოდგენილები. თავდაცვის სამინისტროს რა თქმა უნდა პასუხი არ გაუწია. სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, ადრე ეს მეილებით მაინც კომუნიკაციაში იყვნენ და რაღაცას კითხვას რო აგზავნინდი, პასუხობდნენ. ახლა ინტერვიუზე ზედმეტი არის ლაპარაკი და ამერიკის საელჩო მომწერე. ტექნიკურ საკითხში გაატარა, თქვა რომ EGL Spirit-ი არც გაუქმებულა, 2 წელიწადში ერთხელ ტარდება ხოლმე და 23-ში ჩატარდა და ეხლა 25-ში ტარდება. ძალიან კარგია. გადასარევი, თუმცა Nobel Partners-ზე პასუხი არ არის, სამწუხაროდ Nobel Partners-ზე იგივე. თუმცა რაღაცა არის საუბრები, რომ შეიძლება Nobel Partners-იც აღდგეს. რაც შეეხება რატომ არ იყვნენ, მაგას ეგო თავდაცვის სამინისტროს კითხე, პირდაპირ პასუხში წერილში ეგეთი რაღაცა მაქვს. ჩვენ მათ როგორც პასუხი ეგ არის თავდაცვის სამინისტროს კითხე. ხო და თავდაცვის სამინისტროს პასუხს არ გვცემს. იმედია ამ ეპიზოდის მერე მაინც რაღაცას გვიპასუხებს. მე ხა მინდა გადმოვიდი ამ კითხვით, რომ როგორი განწყობი, როცა გაიგეთ, რომ ეს წვნები, Nobel Partners ყველა ვარიანტში გაუქმებულია, კაი, რო არ ტარდებოდა რა განწყობა. ძალიან გული დამწყდა მაგაზე, რომ გაუქმდა, იმიტომ რომ შეიძლება ითქვას, რომ Nobel Partners, ეხა არ ვიტყვი, რომ სტატუსით რაღაცა სხვა იყო, მაგრამ უფრო დიდი წრთნა იყო ფაქტიურად, მაგრამ ეს წრთნა რო ჩატარდა დღეს და მიმდინარეობს და დასრულდა, ეგ არის რაღაცა სასწაული, მე მართლა სასწაულად მიმაჩნია და არ გაუშვებ ამ შანსხილიდან ვიტყვი, რომ ვინც კი ამ წრთნის განახლებაში, ჩატარებაში და არ დაიშურა ძალისხმევა და ასე შემდეგ და თავისი თავი რისკის ქვეშ ჩაიგდო, შეიძლება ითქვას. რავი, უდიდესი მადლობა კიდე ერთხელ. როგორც ქართველი უკვე, როგორც ყოფილი სამხედრო მოსამსახურე. და რაც შეეხება წრთნების გახსნის ღონისძიებას და დახურის ღონისძიებებს, ეს იყო, აი, თორნიკემ ახლა იცის ეს და იქ იყავი და იცი რომ აქ იყო, რავი, ვინ დაждდებოდა წინა რიგებში და ვინ გამოჩნდებოდა და ვინ სიტყვით გამოვიდოდა და ასე შემდეგ. ხოცვა იყო მაგას. კი, ანუ ეს გარკვეულწილად ალბათ რაღაცა კუთხით მიანიშნებს იმაზე, რომ არ მარტო კი არ იყო რომ რაღაც ანუ მართლა ეროვნული იყო რა ეს ჩვენთვის. მე ეხლა დაჭდა რომ ეგ იყო ეროვნულია დღესაც და მნიშვნელოვანი არის და ალბათ და მაგიტომაც არ იყვნენ ალბათ. მნიშვნელობა აქვს დღეს ეხლა ამ წრთნების ჩატარებას, ვიდრე მაგალითად დასაწყისში ქონდა. თუ უფრო მეტი მნიშვნელოვანი არ არის ამ ეტაპზე. და იმედი მაქვს რომ Nobel Partners განახლდება და არა მარტო ეს წრთნები, არამედ კიდევ ბევრი წრთნა დაიგეგმება, სადაც ჩვენი ნატოელი მოკავშირეები მიიღებენ მონაწილეობას, თორე ხო და ადამიანი თავს რომ უმაღლეს თავარსარდალს ეძახის და მსგავსი ტიპის წრთნებზე და მის გახსნაზე არ მივა, ჩემი აზრით გასაგებია რანაირი უმაღლესი თავარსარდალიც არის და ოტო დანებია თავი. და მოკლედ გავანებოთ მაგას თავი და წრთნებზე კონცენტრირდეთ. დიახ ბატონო. ესე ჯობია მე მგონი. აი ამ საერთაშორისო წრთნებმა წყალი წავლენ და წამულენ ქვიშანი დარჩებიანო ეგეთი ამბავი. ზუსტად. და აი ამ საერთაშორისო წრთნებმა მრავალეროვნულმა წრთნებმა, ნუ გავიგე. წრთნები წავლენ და წამულენ. გავიგე რომ კაი რაღაცა იარაღის ჭერა დამიზნება, ეს თავსებადობა, ამის გარდა არის რამე რაც მოუტანა შეერაღებულ ძალებს თავდაცვის ძალებს დღეს უკვე. დიახ. და ძალიან ბევრი. ამ წრთნებიდან გამომდინარე, აი ერთ მაგალითს მოვუყვები და აი ეს იქნება ახლა ძალიან ისეთი ნიშანდობლივი რა. 2004-ში 4-5-ში ვიყავით ერახში. და რაღაც წრთნები მიმდინარეობდა. ბოდიში ჩვენ ამერიკულ კონტინგენტთან ერთად ვიყავით და ეს ამერიკული კონტინგენტის დიდი ნაწილი, მაშინ რაღაც ოპერაცია ტარდებოდა დიდი და დიდი ქვედანაყოფი წავიდა. ეს ოპერაციის რაიონი რაც იყო, მაშინ ყველა ვიცავდით, დაგვრჩა ჩვენ, ხო? 72 საათიანი პატრულირება იყო გასაკეთებელი და ჩვენ ხო მაინც ვიყავით. რამე საიდუმლო არ მოყვა ხა. არა. ჩვენ ხო ვიყავით ისეთი ჯერ კიდე საბჭოთა არა მაგრამ მენტალობით, არამედ იმითაც ესე ვიყავით რა, სამწუხაროდ. წესდებითაც რა, რომ ოფიცერი უნდა ყოფილიყო პატრულირებაში, ესე შემდეგ და ერთი ოფიცერი ხო ვეღარ აუდის ამ 72 საათს, ანუ აღარ შეიძლება. ფაქტი ყველგან ხო ვერ იქნები. და დაიწყო უკვე პატრულის უფროსად სერჟანტის დანიშვნა. წავიდა. ანუ ეს რა იყო, იცი? სიტუაცია მოიტანა
თორე წესდების მიხედვით არა. სიტუაცია თქვა რომ აღარ ყოფნის ოფიცერი გჭირდება სერჟანტი. ანუ ზუსტად იგივე კუთხით რომ შევხედოთ ამ წვრთნების პროცესში, საერთაშორისო სწავლებების პროცესში. როდესაც გამოჩნდა რომ ჩამოვიდა ამერიკელი სხვა ისეთი სისტემით მუშაობს, რომლის გადმოღება ჩვენ შეგიძლია და კარგი იქნება. უფრო პრაქტიკულიც არის. რა თქმა უნდა. აი ამან უკვე ერთმა წვრთნამ, ერთმა სწავლებამ, ერთმა საერთაშორისო იქ გერმანიაში თქვა, ჰოჰენფელდში იყო ეს თუ სადაც იყო. ამ ყველაფერმა გვიბიძგა იმისკენ რომ დაგვეწყო უკვე ტრანსფორირების პროცესი. ანუ თან იმის თქმა წვრთნების პროცესი აქ დაგვეწყო ჩვენი მომზადებული შევხვედრილი ყავით იმ წვრთნას ჩვენ ქართველები ესეთ ხალხი ვართ რომ რაღაცა არ გვინდა რომ იქ ელემენტარული შენიშვნა მივიღოთ. ამიტომ ამან უკვე ნელა-ნელა გვიბიძგა ამისკენ. რაღაც მხრივ წეგან რასაც ამბობდი მე რაც მინდა ის გავიგე პრინციპში. სწავლებებზე აჩვენა კულტურის ცვლილების მომენტი რა ეს ორგანიზაციული კულტურის. დიახ, ბატონო. აი ნახე ოფიცრები და ამას მე განმორცულ რა. რომ დაინახეს რომ ამერიკელები ჩამოვიდნენ ხა ამერიკელები ჩამოვიდნენ ნატოს ძალები ჩამოყვნენ და ძირითად ქვედანაყოფებს სწავლების ხელმძღვანელად ნიშნებიან სერჟანტები. ან მეორე ადამიანად ნიშნებიან სერჟანტები და ისინი ესე უყურებდნენ აბა ჩვენი სერჟანტები და ჩვენმა სერჟანტებმაც არანაკლები დროს იმზადებოდნენ. შემთხვევა ბოდიში თორნიკე რომ ჩამოვიდა ამერიკელი რომელსაც ახლავს მაგრამ ჩამოვიდა G3 და ჩამოყვა სერჟანტი და როდესაც მიმდინარეობს რაღაც პროცესი დაგეგმარების ის ოფიცერი გადახედავს სერჟანტს და ეუბნება რომ აბა ოპერეიშნალ სერჟანტი ძალიან დიდი კულტურული ცვლილება შოკი ქონდა თავიდან. და ამ დროს ზოგიერთმა ჩვენმა ოფიცერმა ეს მიიღო როგორც შეურაცხყოფად რომ ეს როგორ მე ამასთან უნდა მაგრამ ოფიცრების დიდმა ნაწილმა და მადლობა მათ ყველას კიდევ ერთხელ თქვენს რომ მეც ამყავს ამის counterpart მე მოვიყვან ძალიან მომწონს რომ ის არის ჩვენმა ოფიცერმა აღნიშნა მე უკვე მანამდე რომ თავიდან შეიძლება რაღაცა ოფიცრებზე არაა საუბარი სერჟანტების და ოფიცრების ზოგადად გასაგები მიზეზების გამო თავიდან უკვირთ მაგრამ ძალიან მოკლე დროში ადაპტირდებიან რომ ანუ ფიქრობენ რომ ეს იმიტომ არის ალბათ და მე საქმეშიც რომ ნახულობენ უკვე მოსწონთ საბერძნეთში ვიყავი სხვადასხვა ეგ არ არის ისე რომ დღეს სხვაგანაც სხვა ნატოს წევრ ქვეყნებში მოგარებული პრობლემა იყოს სტანდარტია აღმოსავლეთის მიმართულებაზე უფრო აი თურქეთში საბერძნეთშიც იგივე არის საფრანგეთშიც და რავი ბევრ ქვეყანაში ერთ-ერთ სწავლებაზე საბერძნეთში კონკრეტულ დავალებებს გვაძლევდნენ და დავალებების სათავეში ყოველდღიურად თუ არა დღეში ორჯერ მაინც იცვლებოდნენ ხელმძღვანელები. ნუ მე დღეს თუ ვიყავი რაღაც მეტყვი ამ ფრქვევე, ხვალ ვიყავი ჯგუფის ხელმძღვანელი. ჩემ ჯგუფში იყვნენ პოლკოვნიკები, ვიცე-პოლკოვნიკები, სამოქალაქოებიც და როგორც კი მეორე დღეს მომიწია მე, რომ პირველ დღეს იყო პოლკოვნიკი ბერძენი და მეორე დღეს მომიწია მე. და ეს ამ ბერძენმა უარი თქვა და გავიდა ჯგუფიდან, რომ მე სერჟანტს ვერ დავიყენებ თავზე ხელმძღვანელობათო და ან მე ქართველს ისე გამიკვირდა ეს რომ ბერძნებისგან გამიკვირდა თორე ჩვენთანაც ხდებოდა ადრე თუმცა ეხლა აღარ არის მაგ დოზით რომ თქვი რომ მეთქი აი სირცხული რა უძმაო მე მეწყინა მეთქი რომ ეგეთი რაღაცა და ისე აღშფოთებით მივიღე ამიტომ იმის თქმა მინდა რომ ეს კულტურული ცნობები ჩვენთან იყო რა დაინახეს მაგრამ მიიღეს აქ მარტო იმაზე არ არის კულტურაზე რომ საუბრობ ჩვენ აქ სერჟანტების და ოფიცრების ურთიერთობაზე არ საუბრობ მხოლოდ და მხოლოდ აქ საუბარი არის გადაწყვეტილების მიღების კულტურა არის ანსხვავებული იქ და ამ წვრთნებმა აი ეს ყველაფერი მოიტანა. აი ბევრი საკითხი არის ისეთი, რომელსაც ალბათ 10 წლის და 20 წლის უკანდელი ხელმძღვანელი პირები დღევანდელი გადაწყვეტილების სტრუქტურას ვერ შეეგუებიან. იმიტომ რომ მათთვის წარმოუდგენელია ეს მე თუ არა ვარ ერთპიროვნული და მე რო ვიტყვი ესე უნდა იყოს. აი ეგ შეიძლება ითქვას დაანგრია არა მოარყია ხო აი ეს პროცესი ამან წრთებმა მოიტანა ეს ყველაფერი კი როცა ჩვენ საუბრობთ რეფორმირებაზე და როცა ჩვენ საუბრობთ ჯარის მოდერნიზაციაზე და ახალ აღჭურვილობაზე ახალ მიდგომებზე ერთია რაღაცას რო სწავლობ პრაქტიკაში და მეორეა მიდიხარ სადღაცა იღებ რაღაცა განათლებას ჩამოგაგ თეორიული ცოდნა ამ თეორიულ ცოდნას უზიარებს ხებს ცდილობ ამ თეორიული ცოდნით დააწყო ეს ახალი სტრუქტურა და მეორეა როცა ეს ამ ხელაწყვეტად ტარდება, შენ მრავალეროვნულ ჭრილში განიხილავ, უყურებ, პრაქტიკაზე ნახულობ, რომ ეს უკეთესია, ეს უფრო კარგად მუშაობს და მე გადმოგაქვს ეს უკვე შენს ასე ვთქვათ, შეერაღებულ ძალებში, თავდაცვალებში და ასე იზრდება თავსებადობა და არა რაღაცა მითების და თეორიების დონეზე. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი კიდე ის არის, რომ ეს საკუთარი
თვითშეფასებას გიზრდის. როდესაც შენ ნახულობ, რომ ნატოს წევრი ქვეყნები მონაწილეობენ წვრთნებში და შენ მათთან თანატოლი ხარ. ყველა პროცესში, გადაწყვეტილების მიღების პროცესი იქნება ეს თუ აღსრულების პროცესი იქნება, ხო? და ეს შენ გიზრდის საკუთარი თავის მიმართ რწმენას, რომ აი მე კი არა ვარ ვიღაცა რომელსაც რაღაცა არ მეკუთვნის. მე მათთან ერთად დგევარ მომზადების კუთხით თავიდან ბოლომდე და შემიძლია მივიღო აი როგორ გითხრათ, აი პარტნიორულ დონეზე ვსაუბრობ და არა რაღაცა ზედა ქვედა დონეზე. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს შეგრძნება იყო ზუსტად როდესაც თქვი რომ 2019-ში ნატო საქართველოს წნები რო ჩატარდა, ავი ჩამოვიდნენ ნატოელები და თქვეს რომ აქავართ რა, სახში ვართ ფაქტიურად. თავარი რა არის ამ ყველაფერში? Interoperability. Interoperability. ინტეროპერაბილიტი ზოგი ამბობდა არც მნიშვნელოვანი იყო სხვათა შორის ეგ არის მოაქვს. ეს არის თავსებადობა. ხო, თავსებადობა. ჩვენ ხა როგორ პერიოდულად ვიცვლიდით იმას რა რაღაც საკითხებს და ხანდახან იყო რომ ჩვენ ვიყავით მონაწილეები რაღაც პროცესის და ხანდახან იყო რომ და უმრავლეს შემთხვევაში ბოლო წლებში განსაკუთრებით რამოდენიმე აი რომელი წლიდან შეიძლება თქვა და 5-6-დან უკვე ზემოთ ჩვენ აღარ ვიყავით მონაწილეები ჩვენ ვიყავით პარტნიორები და პარტნიორულად გავდიოდით ამ საკითხებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს. მადლობა, ვინც ამდენი ხანი გიყურებთ. თუ ჯერ არ დეგლაიქებიათ ვიდეო რასელოდებით, ახლა სწორი დრო არის, გააჩიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში, თუ არხი გამოწერი არ გაქვთ, ხოთ გამოიწეროთ არხი, ეს დაგვეხმარება უფრო ფართო საზოგადოებას მიაწვდინოთ ინფორმაცია. და ეხლა ნელ-ნელა შეჯამებისკენ წავიდეთ და წავიდეთ იმ კუთხით, რომ თქვენ ორივე ხართ კაგარიგის თავარი სერჟანტები და ორივემ გამეზიარეთ თქვენი, ასე ვთქვათ, ხედვა ეხლა როგორ უყურებთ. ზოგადად რამე ქცევა თუ შეგეცვალათ, ან პირიქით რაც რაქცევები გამოგყვათ და როგორ უყურებთ უკვე ჯარისკაცს თადარიგიდან ორივეს ძალიან მრავალმნიშვნელოვნად ჩაეცინა. აბა ნახოთ მე ვიტყვი რომ დღემდე აი ჩვენ ესეთ კომანდოში ვქონდა ესეთი კომანდოსთვის არ არსებობს დაბრკოლება. აი ეგ არის რაც აი never give up-ის ვარიანტი არის. ასეულში წარწერის ქონდა პლაკატი. ხო, გეკნება ყველას ნანახი რა. წეროს რო ბაღს რო ყლაპავს რა და ბაღს რო ხელი აქვს მოჭრილი კისერში. აი ეს ზუსტად ეგ შეგრძნება მაქვს დღემდე. რაღაცა რაც უფრო მეტ დაბრკოლებას მიქმნის, მიმაჩნია რომ აი რატო არ შეიძლება მუშაობით, დისციპლინით, წვალებით, შრომით შეგიძლია ეს ყველაფერი გადალახო. ეს მოიტანა ამან. იმიტომ რომ ჩვენ არ გქონია ესეთი ამერიკულად და ბრიტანულად და გერმანულად დალხენილი სამხედრო სამსახური არ იყო ჩვენ. ჩვენ ყველაფერს რეალურად ბრძოლით ვახცევდით. ეხლა ბრძოლაში იმას არ გულისხმობ ავტომატით დავრბოდით კიდევაც, მაგრამ გულისხმობ რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც გვინდოდა რომ გაგვეკეთებინა, ყველაფერს ჭირდებოდა ბრძოლა. უნდა დაგემტკიცებინა, პასუხისმგებლობა უნდა აგიღო. ბევრი საკითხი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებდით, ყოფილა წინადადება ესეთი რა, აი შევედით რაღაცა ინიციატივით, გვინდა რაღაცა განვახორციელოთ და გვეუბნებოდნენ, ვინ იქნება ამაზე პასუხისმგებელი. ანუ რაღაცა თუ გაფუჭდებოდა, გარანტირებულად შენ იყავი კაცი, რომელსაც მოვიდოდა გეტყოდა, შენ არ იძახდი რომ ეს გავაკეთოთ. და თუ არ გარისკე, ეხლა იმ რისკს არ გულისხმობ, როდესაც იცი რომ რაღაცა ფატალური შედეგი შეიძლება დადგეს. გულისხმობ რაღაცა სისტემის გაშვება თუ არ გარისკე, ისე ვერ დაინახავ შედეგი ექნება თუ არა. რაღაც შეიძლება შეცდომა დაუშვა, მაგრამ უნდა ცადო. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ განვითარდება, შეიცვლება და უკეთესობისკენ წავა. ჩვენ სამწუხაროდ, აი როგორ გითხრათ ახლა, არიან მეც მქონია ეს მომენტი, ალბათ თორნიკესაც მქონია ეს მომენტი თავის ცხოვრებაში და სამხედრო სამსახურში, რომ რაღაცაზე იტყვი, რომ მოდი რა არაფერი არ შევცვალოთ, რა ყველაფერი კარგად არის, მუშაობს. მე ამ მქონია ეს. ანუ რაღაცა კუთხით არის რა, ესეთი შეგრძნება. მე აქ მაწერია lead the change. ხო და აი ამან არ უნდა გაგაჩეროს რა. თვითკმაყოფილებაში არ უნდა ჩავარდე ერთ სიტყვით, რაც კიდე სამხედრო სამსახურმა მასწავლა. ეგ არის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ ვეგუებით წინააღმდეგობებს, მინდა რომ გადავლახო და იგივეს ვაკეთებ დღესაც და საკუთარი თავით კმაყოფილებას როგორც კი შეიგრძნობ, ამ დროს ვიღაცა გჭირდება, რომელიც გეტყვის, რომ აი, აბა, აგეთი. ეგ ყველაფერია, რაც დაიტოვე და ეხლა რაზეც ვარი თქვი და რაც გადააგდე, ეგეც კი. აუ რა,
უდიდესი მოსმენა ისწავლა, იმიტომ რომ მე ერთხელ ოთახიდან ვიყავა გამოგდებული თავის კაბინეტიდან გამომაგდო. ყველაზე დიდი რაც არის ის რომ თავისუფალი ხარ რა, სუნთქავ. იმიტომ რომ არა გაქვს ის შეზღუდვები, რომელიც შეზღუდვებითაც ფორმა ასე თუ ისე გაძლევს. პასუხისმგებლობები ხო, ეხლა ის პასუხისმგებლობები აღარ გაქვს, მაგრამ ჩვეულებრივ სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაგჭა, მაგრამ ის რომ შენ შეგიძლია ილაპარაკო თავისუფლად, მშვიდად, წნარად და თუმცა აქაც არის რაღაც შეზღუდვები ეგრე არ არის, რაც შენ გინდა, იმას ვერ ილაპარაკებ. იქიდან გამომდინარე რომ აგორჯერ წარმოადგენდა საიდუმლოებზე ისაუბროთ ხო მაგას არ გულისხმობ. არა, არც აი როგორ არის, იცი, ვერ დააზიანებ. მე მაგალითად ისე მიყვარს ჩემი ეს ორგანიზაცია, რომ ვერაზროს ვერ დავაზიანებ. ანუ არა, ეხლა მაგას ვერ ვიზამ. ხო, მე იმას ვიხილავ, რომ ეხლა მე თავდაცვის შენზე კი არ ვიძახი ამ შემთხვევაში, აი ის მომენტი რომ ყველაფერს თავისუფალი ხარ ილაპარაკებ, შეიძლება გინდოდეს რაღაცას ლაპარაკი, რომ გონია რომ ამის თქმით რაღაცა შეცვლი, მაგრამ მაინც ვერ შვები, იმიტომ რომ ამით უფრო შეიძლება დააზიანო და ყოველთვის გაქვს ეს ჩანკეტი. არა, გამოყოლილი უნდა სიტყვებს იძახი რა. გამოყოლილი უნდა შევა. კაი სიტყვები გაქვს. მე რო ვეძებ ხოლმე ჩანკეტი. მე ისე როგორც მიყვარს თქმა, დამსახურები არ მაქვს, თორე ფორმაშია. ჩანკეტი რა კაი სიტყვა. კაი, ეხა შენ გისმენ. ამდენი ხანია ვლაპარაკობთ და არ მოგიყოლია შენ ასე ვთქვათ თადარიგის ცხოვრებას. პირველი გაღვიძება იგივე დროით. ანუ ვერ მოვიშალე რა ძალიან დიდ პრობლემას მიქმნის სხვათა შორის. ანუ მე მომიწია მომეძებნა საზოგადოება, რომელიც ამ დროს რაღაცას აკეთებს და დავდივარ მათთან ერთად. ხო და ვარჯიშობს. ანუ ისევ შორს ვარ ოჯახის წევრებთან, სადღაც 12 პირველ საათზე ვიწყებ ურთიერთობას ჩემს და ძირითად სამეგობროსთან და ოჯახის წევრებთან, იმიტომ რომ ეგრე ვიღვიძებთ ყველანი და რატომღაც გვინდა და ეგრე ვიყავით, რომ პირველ საათებში, ან დღის პირველ ნახევარში მოვასწროთ დილის 6 საათს გულისხმობ. 7 ადრეს. ხო, რაც რატისთვის ცოტა რთულია. ლანჩამდე უნდა მოვასწრო. ლანჩამდე ყველაფერი უკვე ბრძანებები გაშვებული უნდა იყოს. ხო, რაც შეეხება რა დამჭა, რაც წეგან ვახსენე, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და ნებისმიერ დროს, როცა ვრეკავ ან მირეკავენ ჩემი მეგობრები, ყოველთვის ვკითხულობ და თვითონ აღნიშნავენ, რომ აი კარგია რომ ამბობ, რომ ჩვენთან რა ხდება. ვინ ჩვენთან მოდიან, ანუ ეს სიტყვები დამჭა, იმიტომ რომ იქ ვარ. იქ რო ვიყავი, მაშინაც გარედან ვუყურებდი ამას out of box ესე რომ თქვა და არ ვიყავი ამ დაჭაობებაში მაქსიმალურად ვცდილობდი, მაგრამ თითქმის იგივე პოზიციიდან ვუყურებ, ეხლა რომ თუ რაღაცა ტკივა თავს ძალებს ან ვიღაცა ტალახს ესვრის, ეს მეც მხვდება და მაქსიმალურად ყოველთვის აი ჯარისკაცი იქნება თუ სამხედრო მოსახურე, თუ წვრთნები იქნება, თუ არ იქნება წვრთნები, მე მეხება ისე როგორც მეხებოდა და მტკივა ისე როგორც ასევე მიხარია თქო. დანარჩენი განვითარება ერთი რაც მომცა მთლიანად თავის ძალებში ყოფნა, ეს არის მუდმივი განვითარების, წვრთნის, საკუთარი თავის გამოწვრთობის, სწავლის და აი ჯარისკაცი რო არ უნდა იყოს, უბრალოდ ესე ვიტყვი, ჯარისკაცი რო ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს, მისთვის განკუთვნილ ფორმაში. უნდა შეეძლოს ბრძოლა, უნდა შეეძლოს იარაღის სროლა, უნდა შეეძლოს ბრძანების მიღება, წაკითხვა და განხორციელება, ფიზოს ჩაბარება, ეს ყოველთვის მაქვს. ეგ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ხო. ანუ ფორმიდან არ უნდა ამოვარდე. არა. და ერთი խոսდა მე გავიდეთ ბოლოში, არის რამე რასაც აკეთებდით ჯარში, გულისხმობ ხა მოპატარა თანამდებობაზე ასეთი არ იყავით, ხო? რაღაცა ცვლილებები შეიტანეთ. აი რა არის ეს ცვლილებები, რაც შეიტანეთ, რითიც ამაყობთ, რაც გამოვიდა, რაც არ გამოვიდა? ბევრი, კოლბას უფრო მეტი აქვს. ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ რაც ჩემი გადასახედიდან, რაც მე არა ჩვენ ზოგადად შევძელით და შევქმენით, იყო ის, რომ რაც ალბათ გვაკლია და კარგი იქნება თუ ამაზეც ვიმუშავებთ მომავალში. განგრძობადობა. ანუ პროცესის განგრძობადობა არის ერთ-ერთი დიახ. ანუ ვიღაცამ რაღაც დაიწყო, ჩვენ ყველანი შევთანხმდით, რომ ეს კარგია, შემდეგ ვიღაცამ გააგრძელა და შემდეგ მე ვიყავი მესამე მთავარი სერჟანტი. ალუდა იყო პირველი, მერე ბესო იყო, მე ვიყავი, მანამდე კიდე იყვნენ იქ რამოდენიმე პიროვნება, რომლებსაც
გოგა იყო, ალეკო იყო, რომლებიც ასრულებდნენ გარკვეული ტიპის პერიოდში მოვალეობებს. ანუ ხაზი რაც იყო აღებული, ის ხაზი გავაგრძელებთ. ეს მიმაჩნია ერთ-ერთ ყველაზე ნიშნულოვნად განვითარებისთვის, იმიტომ რომ როდესაც ეხლა დარწმუნებული ვარ დღევანდელი მთავარი სერჟანტიც იგივეს აგრძელებს, შეიძლება რაღაც გარკვეული ტრანსფორმირებით, მაგრამ საბოლოო შედეგი იმედი მაქვს, რომ იგივე არის. აი ეს არის ალბათ ნიშნულოვანი, რომ შენ არ იწყებ ხელახლა რაღაცას. დაიწყო, შევთანხმდით, უნდა გავაგრძელოთ. განგრძობადობა უნდა, იმიტომ რომ დრო არის ძალიან მნიშვნელოვანი და თუ კი ახლა ამ ყველაფერზე ხელახლა დაიწყე, უკვე ეს აღარ გაძლევს იმ შედეგს, რომელიც შედეგიც გინდა რომ მიიღო. ეს ერთი. ჩემი კარიერიდან ალბათ გამოყოფთ იმას, რომ სამხედრო პოლიციაში ყოფნის პერიოდი იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სისტემის ტრანსფორმირება მოხდა თავიდან ბოლომდე, რეალურად, მაშინ და გარდაქმნა მოხდა, მაშინდელი სისტემის უფრო რაღაც სამხედრო რელსებზე გადავიდა სამხედრო პოლიცია, მაშინ თორნიკეთს მონაწილეობდა, ერთად ვიყავით და შედეგიც როდესაც ხედავ, აი წლების მერე გამოდის, რა თქმა უნდა, ეხა იმ წუთში არ ჩანს არაფერი, მაგრამ როდესაც ნახულობ, რომ მე სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფები ნატოს სამხედრო ბატალიონთან ერთად წვნებში მონაწილეობენ, უკვე იცი რომ ეს ის არის, რაზეც ამდენი ხანი მუშაობდი და ნუ ეხა სერჟანტთა კუთხით ძალიან მინდა მიხარია ის რომ სერჟანტთა აკადემია გვაქვს. ამაში ეს მარტო ჩემი დამსახურება არ არის და არც სერჟანტების დამსახურება. გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა ისტორიას რო გადავხედოთ, დაიწყო სერჟანტთა მომზადების კურსიდან 2003 წელს სერჟანტთა მომზადების კურსი დაიწყო და წარმოიდგინე, ეხლა დღეს გვაქვს უკვე სერჟანტთა აკადემია თავისი ყველა სრულყოფილი კურსით, სადაც მიმდინარეობს წვნები და სამეთაურო თანამდებობებზე 99%-ზე სერჟანტები არიან. კურსის ხელმძღვანელები არიან, ერთადერთი არ არის აკადემიის მეთაური არის სერჟანტი. მიმაჩნია რომ მარტო ჩემი არ არის. თლიანი სერჟანტების დამსახურება არის სერჟანტთა შემადგენლობის და არა მარტო. ოფიცრების რომელიც ამ ყველაფერს ადეკვატურად შეხვდნენ და პირიქით. ოფიცრებმა რომლებმაც ხელი შეუწყეს და დაეხმარნენ ამ პროცესს და მათი ძალისხმევით და კიდე ერთი მინდა ვთქვა რომ მიმაჩნია რომ ესეც კარგი ისტორიული არ ვიცი ახლა რამდენად დარჩება, მაგრამ ის რომ აღლუმზე სერჟანტთა აკადემიის ეგრეთ წოდებული კოლოფს რო ეძახით რომ გამოდის, ეგეც მიმაჩნია რომ ძალიან კარგი რაღაცა არის, რასაც ვფიქრობ რომ დიდი შრომა ახლა როგორ თავდაბალია არ უნდა რომ დარწმუნება ადამიანების, მაგრამ გვერდით დგომა დაჭირდა, იმიტომ რომ ის ხალხი მიხვდნენ ამას და თქვეს რომ მოდი გავაკეთოთ და კარგია ეს. ის არის მკობა ალბათ ყველა ეგრე იქნება, მაგრამ ზოგადად ხო მარტო ეგრე არ არის რომ ყველამ გავაკეთეთ, მაგრამ ინიციატივა ყოველთვის ინიციატორი და ინიციატივა ყოველთვის საჭიროა. ჩვენ შეიძლება მარტივად შევდიოდით კობას, წეგან გამიტარა, მაგრამ შევდიოდით კობასთან და იდეებს თავაზობთ, ან კობა თავის იდეას გავგვაცნობდა და ჩვენ მე ვფილტრავდით, ან ვეხმარებოდით გაწოდების მიღებაში. ერთხელ ოთახიდანაც გავაკეთებული მაგის გამო როგორ მიჯერდა დაზე გაგიშვით კაცო. ვეჭვ. და ხო აი სერჟანტ ეხა რაღაცები იყო, აი სერჟანტთა კოლოფი ესე წარმოდგენა არ არის მარტივი, ხო, რაღაც სწორ ადგილზე უნდა იყოს, სწორ ადამიანებთან, რომ სწორ დროს მისცე იდეა და შემოიტანონ და კულტურას დარჩეს მე ეს ყველაფერი. დღეს ვხედავთ, რომ სერჟანტთა აკადემია წარმოდგენილია სერჟანტთა შემადგენლობით, მხოლოდ სერჟანტთა შემადგენლობით. არანაირი ოფიცერი იქ არა, განა პრობლემა კი არა გვაქვს ოფიცერებთან. უბრალოდ ჩვენთვის მაინც სიმბოლურია რა ეს ყველაფერი. ის მახსოვს სამხედრო პოლიცია როცა ახსენა, ჩვენ სამხედრო პოლიციასთან არ ვიყავით ესე ახლოს. ჩვენ ეხაც ეგრე არის სამხედრო პოლიციის დანიშნულებაც ეგ არის, რომ ჩვენ ცოტა ერთმანეთთან ესე უნდა ვიყოთ. და შიში უნდა ქონდეს, რიდი უნდა ქონდეს და ისინი ყოველთვის ესე უფრო მეტი იციან დარღვევების შესახებ და გიკონტროლებენ და თუმცა ძალიან ბევრი ისეთი ისტორიებია, რომელსაც რავი მე და კოპა სასწაულები ყოფილა, თუმცა ძალიან ოქროს ბიჭები და კაი ხალხი უბრალოდ ძალიან კარგი ხალხი არის. მოყევი რამე. დრო აღარ გვაქვს, ხო და ერთი მახსოვს კობა ჩემთვის კარგად ჩვენი როდ ვიყავი აკადემიაში, მახსოვს კობა გადავიდა სამხედრო პოლიციაში და მე წამიყვანა, ხო, აკადემიიდან წამიყვანა სამხედრო პოლიციაში თბილისის ცხეთამთიანეთის პოლიციის სერჟანტად და მე ერთ-ერთი ოფიცერი გვეღადავებოდა, რომ ბარები ცხუმ აფხაზეთი დაამართა და პატრიარქი იქნებოდა და
ეპარქია. ხოდა ჩვენ ეპარქიას გვეძახთ, უნდა ხელებზე კოცნიან ერთმანეთს და მისამებაც. ხო, სერჟანტები ეს ერთმანეთს მხარზე ამბურით ესანება, ან ხელის ჩამორთმევა სერჟანტები ესე ვართვით ერთმანეთს და მხარზე ვკოცნით და ანუ ეს ხო ძველ ქართულია და შესაბამისად რაღაც საპატრიარქო წარმომადგენლებს ესე ესალმებიან და ამაზე იყო სულ მუდმივი და მე მახსოვს როცა გადავედი სამხედრო პოლიციაში რა თქმა უნდა ცენტრალიზებული იყო მართლა და ჩვენ აბსოლუტურად დიდი ამ მთლიანად მოგვანდეს ქვედანაყოფის სწავლებების ჩატარება თუნდაც აი ძალიან მარტივი სწავლებების თან ჩვენთვის ძალიან მარტივი იყო პირველი რა თქმა უნდა სამწყობროთი დავიწყეთ და მახსოვს ხელმძღვანელმა რომ გამომიყვანა მეთაურმა და მთლიანი ქვედანაყოფი მოაწყო და თქვა რომ მოკეთო აი სერჟანტი გეყოლება დღეიდანო მე მოვისვენებო და ვინც ამას არ დაუჯერებსო მე ჩემთან ექნება საქმეო და მეთქი ერთი წუთი აი პოლკოვნიკი ვიცე-პოლკოვნიკი კაპიტანი მაიორი გაიყვანეს სერჟანტებს მიხედა და სამოქალაქოს მეთქი ოფიცრები არა და არა უკაცობა ამათ ჭირდებათო და პირველ რიგში ამათ ჭირდება და პირველი ჩემი ურთიერთობა რომ დავიწყო რა ბატონო ჯარისკაცებო და იქვე გამაჩერეს ჩვენ ჯარისკაცები არ ვართ ჩვენ ვართ პოლიციელებიო და მანდ დავინახე უკვე სად იყო სამუშაო და დღეს ეგრე არ არის დღეს რა თქმა უნდა სამხედრო პოლიციელები არიან სამხედრო პოლიციელები და მათ სხვა დანიშნულება მუშაობის და სხვა კულტურა აქვთ მაგრამ არავინ არ გეტყვის დღეს არც ერთ სამხედრო პოლიციელი რომ მე ჯარისკაცი არ ვარ ანუ პოლიციელიც არის და ჯარისკაცი კარგით პრინციპში მგონი შევაჯამოთ თუ კიდე რამის გახსნება ან მოყოლა არ გინდათ თქვენი ინიციატივით რაზეც არ მიკითხავს ეხლა მოსაყოლის სიმართლე გითხრა ძალიან ბევრი არის მაგრამ ერთი რაც მინდა ვთქვა არის ის რომ აი რისი თქმა მინდა იცი აი როგორ გამოვხატო ეხლა დალაგება მინდა ამისი ისე რომ კარგად გამოჩნდეს რომ ჯარში მსახური მაშინაც კი წეგანაც თქვი თავში როდესაც არ იყო ძალიან ისეთი კარიერულად განსაზღვრული კი არა საერთოდ არანაირი პერსპექტივა რო არ ქონდა ხო მაშინაც კი ითვლებოდა რაღაც საზოგადოების რაღაც ნაწილში რომ აი ეს ხალხი მე დღესაც ესე ვიძახი რომ მოხუცებს და ბავშვებს უყვართ ჯარისკაცები ბავშვებს იმიტომ რომ რაღაც ტექნიკამ შეიძლება ჩამოიაროს აღლუმზე და ტანგზე აპობოდეს რაღაცა და მოხუცებს რაღაცა ცრემლი ადგება თვალზე იმიტომ რომ იციან რომ ეს ახალგაზრდა ჭიშიანი გოგო ბიჭები ქვეყნის დაცვაში არიან ჩართულები მინდა რომ აი იმ სისტემამ რომელიც სისტემას დღეს სავალდებულო სამსახურის კუთხით ბოდიში ეროვნული სამსახური დაერქვა თუ არ ვცდები ეროვნული სამსახურის კუთხით არის ჩართული უფრო მეტი მოიპოვოს უფრო მეტი როგორ გითხრათ ეხა ცნობადობა და გაიგოს ამ ხალხმა რომ ეს არ არის ის რაც იყო არ არის ეს რაღაცა საბჭოთა სავალდებულო სამსახურის რაღაცა პროტოტიპი არის რაღაცა ახალი და თქვენ ამაზე წინა გადაცემაში მე მგონი ქონდათ საუბარი ძალიან მაგარი არის და უფრო მეტად რომ აი ეს გოგო ბიჭები რო ჩაერთნენ ამ საქმეში იმიტომ რომ ეს ქვეყანა საბოლოო ჯამში დღეს იქნება თუ ხვალ იქნება მან ჩვენი დასაცავია არავინ ამას სხვა არ გააკეთებს ჩვენს მაგივრად როგორც ყოველთვის ეგრე იყო პრინციპში დიახ როგორც ეროვნული გაწევის ეპიზოდში თქვით ქვეყანას ჯარი ვერ დაიცავს ქვეყანა ერმა უნდა დაიცვას და ერი ამისთვის სად უნდა იყოს ჯარიც ერია ან ჯარი ერია თუმცა ჯარი არის ინსტიტუტია რომელიც პირდაპირ არის ჩართული და უბრალოდ მარტო ჯარს თუ დავტოვებთ ჩვენ ტრის წინააღმდეგ და ერი ზურგს არ გავამაგრებთ არაფერი არ გამოვა მე ყოველ შემთხვევაში ასე აი ეს ერის ბიჭები და გოგოები არიან ის ბავშვები რომლებიც წამოვლენ და რამოდენიმე თვე მსახურობენ და ეს ამითი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გარდა მენტალურად შეიძლება შეიცვალოს უკვე სამშობლოს სიყვარული პროგრამა არის სრულიად სამხედრო ანუ რაღაც კვარტალში ერთხელ ხდება ხოლმე რომ ანუ სამოქალაქო ოფისი და პოლიტიკური მხარე გაძლევს საშუალებას და აძლევს საშუალებას სამხედროებს რომ თავიანთი ინიციატივით რაღაცა გააკეთონ და ეს და რომ რაც ხშირ შემთხვევაში კულტურას ცვლის იმიტომ რომ ჩვენში არის ესე ვუყურებთ ვამუშავებთ თავში მე ის ეხლა რაც გაკეთდა ეს ეროვნული გაწევის სისტემა ეს არის სრულად სამხედრო იდეა და ზუსტად ვიცი რომ კულტურულად შეცვლის ბევრ რამეს ეროვნულ სისტემაში და მადლობა ამისთვის ვინც მოაწევა მიიღო ამ ყველაფერში ეს ჩავერთვები სკოლებში დავდიოდით გახსოვს რა პროგრამა ერქვა რა ერქვა არ მახსოვს ან რაღაც პროგრამა იყო სკოლებში დავდიოდით ბრიფინგები ტარდებოდა ჯართან და თავდაცვის უნარიანობასთან და ჩემი ჯარი თუ რაღაც ეს ერქვა თუ არ ვცდები და ჩემი თვალით ნანახი ჯარი არა ხო
რისი თქმა მინდა, იცი, აი იმდენად დიდი სიყვარულს და ენერგიას გზნობდიან ბავშვებისგან. თან ხდებოდი ახლა იქ 10, 11 ზოგიერთ შემთხვევაში უკვე დამამთავრებელ კლასებსაც. აი, როდესაც ის ჯარისკაცი ხედავს, რომ შენ მას რეალურად ელაპარაკები, გულით ელაპარაკები, რაღაც ლიტონის სიტყვებით კი არა, რომ მედლებით არ იყავ. პროტოკოლმა დაგიწერა რაღაცა 5 წუთიანი სიტყვა და იმიტომ უნდა თქვა, რომ შეავსო. ყებულში ვიყავით, შენ ყოფილ სკოლაში ჩასულები მაქვს. კაც ვიყავით და ბევრ სკოლაში ვიყავით და ძალიან კარგი იყო. აი, ამით უკვე სამდოობა და ერთმანეთს შორის რაღაც ძაფები იბმება. და ძალიან კარგია. ძალიან კარგი. უნდა გავაგზავნოთ. იმედია ეს ყველაფერი განგრძობადი იქნება, როგორც შეიძლება განგრძობადობას თანამდებობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მადლობა დღევანდელი დღისთვის, რომ იყავით ჩვენთან ერთად და დრო გამოძებნე. მადლობა თქვენ რომ გვიყურეთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ლაიქოთ ვიდეო, გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი პოზიციები, გააზიარეთ ვიდეო თქვენ სოციალურ ქსელში და თუ არხი არ გაქვთ გამოწერილი, გამოეწერეთ. მადლობა, ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე. მადლობა გობას. მადლობა და წარმატებებს გისურვებთ და გაუმარჯოს საქართველოს. გაუმარჯოს.